როგორი გრძნობდი თავს, თუ შენი 1, 2, 3 ან თუნდაც 4 მეგობარი შენზე იქნებოდა შეყვარებული? თუ ასეთი ტიპის დრამები მოგწონს, მაშინ არ საწახვიდე. აქ სპოილერები იწყება. სერიალი იწყება სტუდენტი BORAM-ით, რომელიც საკუთარ თავს ეუბნება, რომ 4 მეგობარი ჰყავს, რომლებსაც ის უყვართ და მასზე ზრუნავენ. შემდეგ ვხედავთ, როგორ მიდის ის გაკვეთილზე, სადაც თავის მეგობარ DAWON-ს ხვდება და ის კარის გაღებით ეხმარება. თავარი გმირი თავის მეგობარ კიმთან ჯდება და მას ესაუბრება. კიმ ეუბნება, რომ ძალიან გაუმართლა ასეთი მეგობრების სკოლაში და მას რომ ამდენი მეგობარი ჰყოლოდა, ყოველდღე მოვიდოდა სკოლაში. კიმ აგრძელებს BORAM-ის მეგობრებზე საუბარს, სანამ თავარი გმირი არ ეუბნება, რომ მისი მეგობარი ინსიონგს სწავლაში ეხმარება, მაგრამ ერთ დღეს შეამჩნია, რომ მას მოსწონდა და ინერვიულა, თუმცა მასთან ყოფნით ბედნიერი იყო. მისი მეგობარი ინსიონგ ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ის სწავლაზეა კონცენტრირებული, რათა ნათელი მომავალი ჰქონდეს. და როცა მას რომელიმე კონკრეტული თემა, რომელიმე გამოცდისთვის არ მოსწონს, ის აპირებინებს, რომ სწავლას დაჰპირდეს. შემდეგ ბორამ თავის სხვა მეგობარზე, სახელად DAWON-ზე იწყებს საუბარს. ის ამბობს, რომ ის ყოველთვის ეთამაშება. გარდა ამისა, კიმს უყვება იმ დღეზე, როცა მასთან და თავის სხვა მეგობართან, სახელად CHAN-ისთან ერთად ჭამდა. იმ დღეს DAWON-მა მისი საჭმლიდან კიტრების მოშორება დაიწყო, რადგან იცის, რომ ის მათ არ ჭამს. ჩანი გაოცდა, როცა დაინახა, რომ დეივონ ასეთ წვრილმან დეტალებზე ზრუნავს, მაგრამ ბიჭმა ამას ყურადღება არ მიაქცია და BORAM-ს უთხრა, რომ ეჭამა. აქ ნამდვილად შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ გოგონა მასთან ერთად ჭამით ბედნიერი იყო. DAWON-ზე საუბრის შემდეგ, ბორამ აგრძელებს თავის მეგობარ ჰიჯუნგზე ლაპარაკს, რომელიც სკოლაში ყველა გოგოსთვის ყველაზე პოპულარული და საყვარელია, მაგრამ ის მათით დაინტერესებული არ არის, რადგან უფრო მეტად ჩვენს BORAM-თან დროის გატარება მოსწონს. დღეს ის თხოვს, რომ მის მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტს გადახედოს და როცა ბორამ ტექსტის კითხვას იწყებს, მასზე სხვა კუთხით ფიქრს იწყებს. ხედავს, როგორც კარგ ბიჭსა და მეგობარს, რომელიც მას სულ აცინებს. ამის შემდეგ ის თავის მეოთხე მეგობარს CHAN-ის ახსენებს. ერთ დღეს ის მიდიოდა, ტელეფონი ეჭირა და შემთხვევით დაეჯახა, ამიტომ მაშინვე მოუბოდიშა. შემდეგ ჰკითხა, ცეკვის ვარჯიშზე მიდიოდა თუ არა, რაზეც მან უპასუხა, რომ კი. სხვა სცენაში, როცა ის ცეკვავდა, ბორამ მას ჩუმად აკვირდება. და მან, როცა ეს შეამჩნია, ვითომ ვერ დაინახა. აი ასე გაიჩინა თავისი მეოთხე მეგობარი. ყველა ამ მოგონების დასრულების შემდეგ, გაკვეთილიდან გამოსვლისას ვხედავთ BORAM-ს, რომელიც კიმთან ერთად მიდის და ეუბნება, რომ ბიჭებთან მეგობრობა მოსწონს. რამდენიმე წამში, ჩანი თავის სხვა მეგობრებთან ერთად მას ეძახის, რათა სახლში წაიყვანოს. მეორე დღეს ჩანი ამჩნევს BORAM-ის გაღიზიანებას და მიზეზს ეკითხება. პასუხად, ის უხსნის, რომ გამოცდა კარგად ვერ ჩააბარა და ახლა ძალიან ეშინია პროფესორი ის რეაქციის. და მის გასამხიარულებლად CHAN-ის ერთი იდეა მოსდის და სთავაზობს. სკოლა გააცდინონ და გაისეირნონ, რაზეც ბორამ თანხმდება. მე ეს მაინც და მაინც კარგი იდეად არ მიმაჩნია, მაგრამ კარგი. შემდეგ მათ ბიბლიოთეკაში ვხედავთ. ბორამ ცდილობს ზედათაროდან წიგნი აიღოს, მაგრამ ვერ სწდება, ამიტომ კიბეს იყენებს. თავის მხრივ ჩანი კიბეს ამაგრებს, რომ იზრუნოს მასზე, რადგან აშკარაა, რომ მასზე შეყვარებულია. მაგრამ ბორამ ვერ ამჩნევს სიყვარულს, რომელსაც ის გრძნობს და მხოლოდ მეგობრად აღიქვამს. ცოტა ხნის შემდეგ, კაფეტერიაში ჩანი მაგიდაზე უხვად მიაქვს საჭმელი და სთხოვს, რომ ჭამოს. ამის შემდეგ, ბორამ დაბნეულია და ეკითხება, კიდევ ვინმე ხომ არ შეუერთდა მათ. თუმცა ის ეუბნება, რომ ბევრი საჭმელი მოიტანა, რადგან ის ძალიან პატარაა და უნდა რომ გაიზარდოს. იმ მომენტში ბორამ ამჩნევს, რომ ის მასზე ჩვეულებრივზე მეტად ზრუნავს, ხოლო ჩანი ზედმეტად შეშინებულია, რომ სიყვარული გამოუტყდეს. ცოტა ხანში, როცა CHAN-ი მწვენი მოუტანა, მძინარე დახვდა. მან დააფარა და გვერდით ჩამოუჯდა საყურებლად. ეს მშვენიერი წუთები დიდხანს არ გრძელდება, რადგან BORAM-ს მეგობარი დავონს წერს, რომელიც მის გამო ღელავს, თუმცა ბორამ იცინის და ამშვიდებს მას. ამის გამო ჩანი მასზე ბრაზდება, რადგან ის თავის მეგობრებს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის, მას კი სრულად უგულებელყოფს. უფრო მეტიც მისი უკმაყოფილება იზრდება, როცა გოგონა მას ფოტოს აჩვენებს, რომელიც DAWON-მა გაუგზავნა. თითქოს ეს CHAN-ისთვის საკმარისი არ ყოფილიყო,
დავონ გადაწყვეტს ტელეფონით დაურეკოს და ისინი ერთად სიცილს იწყებენ. ეს მისთვის უკვე ზედმეტია, ამიტომ სწრაფად წასვლას გადაწყვეტს. ბორამ ტელეფონს თიშავს და თავის მეგობარს უკან მისდევს. ძალიან საყვარელია ჩანი, მაგრამ ეგ საქციელი ცოტა ტოქსიკური არ არის, არ ფიქრობთ? როცა ბოლოს CHANI-ს დაეწევა, ეკითხება, ასე ძალიან რა აწუხებს, მაგრამ ის უგულებელყოფს. თუმცა ბორამ დაჟინებას აგრძელებს და ბიჭი ბოლოს მას სიყვარულის ღრმა გრძნობებს უტყდება. ამის გამო ბორამ გაქვავებული რჩება, რადგან ამას საერთოდ არ ელოდა. და ზუსტად იმავე წამს ვიგებთ, რომ დია ბავულო ენიც ამაღიარებას ესწრებოდა და ის ძალიან გაბრაზებულია, რადგან გამოდის, რომ მის მეგობარსაც იგივე გოგო მოსწონს, ვინც მას. მეორე დღეს ვხედავთ DAWONs. ის ინსტიტუტშია და თავის მეგობარ CHAAA-სთან ერთად დადის, მაგრამ მოულოდნელად ბორამ უკანიდან მიურბის, რომ ჩვეულებისამებრ ხუმრობა გაუკეთოს. თუმცა მის გასაკვირად დავონ სერიოზული მზერით უგულებელყოფს და შემდეგ შორდება. სხვა სცენაში მას თავის მეგობარ კიმთან ერთად კლასში ვხედავთ, სადაც ის წინ აღუდგება და ეუბნება, რომ ძალიან კარგად იცის, რატომ არ მივიდა გუშინ ინსტიტუტში. მეორე მხრივ კიმს მეტი დეტალი უნდა იცოდეს და ყველაფერს ეკითხება გუშინდელზე. დავონ, რომელიც გოგონების გვერდით ზის, ძალიან გაბრაზებულია. შემდეგ ბორამ ცდილობს გუშინ გამოგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაზე ჰკითხოს, მაგრამ ის ისევ უგულებელყოფს, რადგან CHANI-სთან მეგობრობის დაკარგვა არ უნდა. ცოტა ხნის შემდეგ დერეფანში ბორამ თავის მეგობრებს უერთდება და DAWONs თხოვს. როგორც ყოველთვის, მასთან ერთად ისადილოს, მაგრამ ის პასუხობს, რომ დაკავებულია და უნდა წავიდეს. ამის შემდეგ ის ბოლოს ხვდება, რომ მასთან ლაპარაკი არ სურს. როცა გაკვეთილებზე ბრუნდებიან, ბორამ დიდი წუხილით წერილს უგზავნის DAWONs-ს და როცა ის ხსნის, მასში ბოდიშს პოულობს იმ შემთხვევისთვის, თუ რამე ცუდი გააკეთა, მაგრამ ის, როგორც ნამდვილი ორანგუტანი, ჩვეულებისამებრ ისევ უგულებელყოფს. რადგან პასუხი არ მისცა, ჩვენი სასოწარ კვეთილი მთავარი გმირი მასთან დარეკვას გადაწყვეტს, მაგრამ ის არაფრის თქმას არ აპირებს, ისევ უგულებელყოფს და კლასიდანაც კი გადის. დღის ბოლოს დავონ კლასში ბრუნდება და მის მერხზე წერილს ტოვებს, სადაც ბოლოს უთხრდება, რომ უყვარს. ასევე უხსნის, რატომ შეწყვიტა მასთან ლაპარაკი. და მოულოდნელად ბორამ ჩნდება და ზუსტად მაშინ ეცემა. ის წამოდგომაში ეხმარება, მაგრამ რადგან ბორამ მრავალი წუხილით არის დამძიმებული, მასთან ჩხუბს იწყებს. დავონ ეუბნება, რომ ისინი ვეღარ იქნებიან ისეთი მეგობრები, როგორც ადრე იყვნენ. ის ეკითხება, სძულს თუ არა, მაგრამ დავონ ეუბნება, რომ სინამდვილეში უყვარს. თუმცა ბორამ მას არ უჯერებს. ის ბრაზდება და იქიდან მიდის. შემდეგ დაბნეული მთავარი გმირი მის მერხზე დატოვებულ წერილს პოულობს და ხვდება, რომ დავონ ასე იმიტომ ექცევა, რომ CHANI-სთან მეგობრობა შეინარჩუნოს. მეორე დღეს ვხედავთ დამწუხრებულ BORAMs, როცა ის კლასში მარტო ზის. მაგრამ თითქოს ესეც არ კმაროდეს. მისმა კომპანიეროს მამას ხუმრობა მოუწყო და მერხზე ნაგავი დაუდო. ამასობაში გვერდით გოგონები INS, EONG-ისა და HYJUNG-ის სიმღერებზე საუბრობენ. მოწყენილობისას კი BORAM-ის შეწუხებას გადაწყვეტენ. შემდეგ კლასში ერთი გოგო შეყეფით შემორბის და ყველას ეუბნება, რომ INSYONG და HYJUNG აქ არიან. ამ ამბის გაგონებაზე ყველა გოგო მათ სანახავად მირბის. მაშინ ერთ-ერთი გოგო HYJUNG თან ლაპარაკს იწყებს და გასასინჯად იმ ნამცხვარს აწვდის, რომელიც თვითონ გააკეთა. ბორამ, რომელიც ამ ყველაფერს შორიდან უყურებს, აღიზიანებს, რომ გოგოები ბიჭებთან ასე ახლოს არიან, ამიტომ კლასში ბრუნდება და თავისი მერხის გაწმენდას იწყებს. ზუსტად ამ დროს მისი მეგობარი HYJUNG ჩნდება და გაწმენდაში ეხმარება. მაშინვე INS, EONG-იც იგივეს აკეთებს და ამ ყველაფერს მისი მოძალადე გოგოები ხედავენ, რომლებიც ეჭვიანობით არიან სავსე, ამიტომ გადაწყვეტენ მისი გაწამება გააგრძელონ, სანამ ინსტიტუტს არ დატოვებს. სხვა სცენაში ბორამ მარტო ზის და მუსიკას უსმენს, სანამ INSYONG არ გამოჩნდება და ყურსასმენებს არ ხსნის, რათა ნახოს, რას უსმენს. და რადგან ძალიან მოსწონს ის, რასაც ისმენს, სიმღერას აყვება და მასთან ერთად იწყებს მღერას. მან ბორამ ადასტურებს, რომ INSYONG მართლა მოსწონს. ცოტა ხნის შემდეგ ბორამ თავის მეგობარ HYJUNG-ს ხვდება, მაგრამ ამჩნევს, რომ ის გაღიზიანებულია და ეკითხება, რა ხდება. ეუბნება, რომ ახალი სიმღერის ტექსტი უნდა დაწეროს,
მაგრამ საკმარისი დრო არ აქვს. შემდეგ აჩვენებს დაუმთავრებელ სიმღერას, რომელიც დაწერა. მოულოდნელად ის ამჩნევს, რომ მას მოსწონს, რადგან ძალიან კარგად ექცევა. თუმცა ეშინია სიყვარული გამოუტყდეს და უბრალოდ გაქვავებული რჩება. დღის ბოლოს ვხედავთ BORA მსას, რომელიც ზის და ბედნიერია, რომ თავისი მეგობრებით არის გარშემორტყმული. თუმცა გოგოები მის შეწუხებას აგრძელებენ. ეუბნებიან, რომ მის პოპულარულ მეგობრებს თავის შორს დაიჭიროს. თავის მხრივ ბორამ ჩუმად რჩება, რადგან იცის, რომ თუ რამე სიტყვის სცემენ. ზუსტად იმ მომენტში ერთ-ერთი მოძალადე გოგო ხელს წევს, რომ სილა გააწნას. მაგრამ მოულოდნელად ინსიონგ და ჰაიჯუნგ ჩნდებიან მის დასაცავად და ამის შემდეგ გოგოებს ეუბნებიან, ბორამ თავი დაანებონ, თორემ დაისჯებიან. ცოტა ხნის შემდეგ BORAM-ს კლასში ტირილისას ვხედავთ, ის ჰიჯუნგს ბოდიშს უხდის, რომ მოძალადე გოგოებთან დაპირისპირება აიძულა, მაგრამ ის ეუბნება, რომ არ იტიროს, რადგან მისი მოწყენილი ნახვა აღიზიანებს. აიეიუნგ, რომელიც თავის შეკავებით დაიღალა, სიყვარულს უტყდება. მოულოდნელად ინსიონგ მათ უახლოვდება და გარდაულად ყველაფერს ისმენს. გამოდის, რომ ისიც იმ მიზნით მოდიოდა, რომ BORAM ისთვის ის გაზიანი სასმელი მიეტანა, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს და თავისი სიყვარულიც ეღიარებინა, მაგრამ დაასწრეს. ბოლოს ბიჭები მის გამო ჩხუბს იწყებენ, ხოლო ბორამს თხოვს, რომ გაჩერდნენ. მაგრამ ნამდვილ მართლა ფინალში გამოდის, რომ ეს ყველაფერი BORAM-ის წარმოსახვის ნაყოფია და ყველა ეს ბიჭი სინამდვილეში იმ ბენდის წევრია, რომელიც მას ძალიან უყვარს. ამიტომ მთელი ეს დრო წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა ყველა მათგანი მასზე, რომ ყოფილიყო შეყვარებული. აი, ასე მთავრდება ეს დრამა. და შენ ვისთან ისურვებდი, რომ დარჩენილიყო? შენი აზრი კომენტარებში დამიტოვე. ასევე დამილაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე შეტყობინებები. შემდეგ შეხვედრამდე.